ქალაქი ქუთაისი, სადაც პროტესტი გრძელდება, ყოფილ საპარლამენტო დედაქალაქში ხალხი კვლავ ქუჩაშია. ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციასთან არის შეკრებილი. რა ხდება აქციაზე? ირაკლი ვაჩიბერაძე გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. ქუთაისში უწყვეტი პროტესტის 48-მერვე დღე არის. ასევე სახელმწიფოში ქართული დროშის დღე აღინიშნება. სწორედ ამიტომ სამოქალაქო აქტივისტებმა, ევროპული მომავლის მცველებმა აქ მოიტანეს დროშის სადგარი და დროშის აღმართვა მოხდა ქართული საქართველოს სიმნის ფონზე. მე პირდაპირ ეთერში შევეცები გავესაუბრო აქციის მონაწილეებს, მათი სათქმელი მოვისმინო. როგორც მოგეხსენებათ, უკვე თვენახევარზე მეტი არის ევროპული მომავლის მცველები მოითხოვენ, რომ ქართულ ოცნებამ ჩანიშნოს ახალი არჩევნები და ასევე მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება. თქვენ უსმენთ აქციის მონაწილეების მიერ შესრულებულ საქართველოს სიმს, ამის შემდეგ კი გავესაუბრები აქციის მონაწილეებს, რომლებიც უკვე 48 დღეა ნალექის მიუხედავად ქუჩაში დგანან და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. მე ვხედავ ვალერი თევდორაძეს. ვალერ, თუ შეიძლება რომ გითხრათ, რატომ გადაწყვეტეთ დღეს ამ ტიპის აქცია პერფორმანსის გამართვა? იმიტომ რომ დღეს არის დროშის დღე, საქართველოს დროშის დღეა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვსევთ, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ სიმბოლოს და შესაბამისად ასე გადავწყვიტეთ, რომ გვეთქვა საზოგადოებისთვისაც წარმოგვეჩინა საქართველოს დროშის, ხუთჯერიანი დროშის პატივისცემა საზოგადოების მიერ. ძალიან დიდი მადლობა. აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრები. ვხედავ ერთ-ერთ ორგანიზატორს მიხეილ მესხს საქართველოს დროშით. მიხეილ, რა არის თქვენი სათქმელი? ჩვენი სათქმელი პირველ რიგში გიორგი ახობაძის სამძიმარი გვინდა ჩვენი მეგობრის, მისი ოჯახის მიმართ ამ საშინელების ფონზე და ასევე ეროვნული დროშის დღეა დღეს ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად საქართველოს ევროკავშირის დროშით მოძრაობ, დღეს დომინანტი საქართველოს დროშა იქნება, როგორც პირველი რესპუბლიკის, ისე ჩვენი აი ამ ეროვნული დროში. ეს უნდა აღვმართოთ ზუსტად იმათ წინ, ვინც პირდაპირ მტერი არის აი ამ ეროვნული ღირებულებების და ფასეულობების და საერთოდ თავისუფლების პირდაპირ ქართული ოცნების ერთ-ერთ საყრდენს ქუთაისის მერიას. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში მძიმე დღე არის, რადგან ბათუმენების დამფუძნებელი და რედაქტორი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. თავისუფლებამ ზიას ამ შინაარსის პოსტერები აქვთ ამობეჭილი. ჩემს კოლეგებს ეკა ფხაკაძეს გავესაუბრები, ეკა როგორ აფასებ დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებას, როცა მან ჩვენი კოლეგა წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ჩვენმა კოლეგამ დღეს სასამართლოზე თქვა, არ გავურბივარ პასუხისგებლობას, ვისურვებდი მეთანამშრომლა სასამართლოსთან პატიმრობის მიღმა. სწორედ ამ სიტყვების შემდეგ ზიამაღლობელს მიუსაჯეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ეს მაშინ, როდესაც ირაკლი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს კოლეგებს მართლაც თავს ესხმიან, ასახში ჩრებენ, სასიკვდილოდ წირავენ და არც ერთი თავდასხმელი არათუ დაპატიმრებული, დაკავებულიც არ არის. მე ვეკითხები რეჟიმის მცველებს, რა უცირებლობა იყო ზიამაღლობელის ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაშვება. რამ შეგაშინათ ასე? თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობებს და თავისუფლება ნებისმიერ პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც ქართული ოცნების რეჟიმა უკანონო დააკავა. ასეთი არის აქ მყოფი ადამიანების შეძახილები და გზავნილები, ასევე ევროპული მომავლის მცველები ბუნებრივია მოითხოვენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.